გედევან ფოფხაძემ შიმშილობა დაიწყო, რომელიც პარლამენტთან ელენე ხოშტარიას შეუერთდა. ან სიკვდილი, ან გამარჯვება, ამბობს ფოფხაძე. უერთდები ელენე ხოშტარიას აქციას, მეც ხრიდან ვიწყებ შიმშილობას. აბსოლუტურად ვეთანხმები ელენეს იმაში, რომ შეუძლებელია დღეს ამ რეჟიმთან რაიმე ფორმის თანამშრომლობა, იმიტომ რომ ფაქტობრივად არის შექმნილი უკანონო რეპრესიულია სისტემა ადამიანების დევნის, არის არალეგიტიმური სახელმწიფო სისტემა, რომელიც უბრალოდ ემსახურება ერთი ადამიანის კერძო ინტერესს და ამ ფონზე თუ ჩვენ არ დაუპირისპირდით ამ ყველაფერს ჩვენი თავგანწირვით, ჩვენი პრინციპული პოზიციით და რაიმე ელემენტი დავტოვეთ მათთან შესაძლო თანამშრომლობის, ჩვენ ამით ვიღალატობთ იმ ხალხსაც, ვინც ციხეში უკანონოძის, იმ საზოგადოებასაც, რომელსაც კიდევ აქვს იმედი საქართველოს დემოკრატიული, სამართლებრივი, ევროპული მომავლის, ამიტომ მგონია, რომ ეს არის სწორი ფორმა დღეს ბრძოლის, შიმშილობით და ბევრი ისეთი ფორმით, რა ფორმითაც უნდა გაპროტესტდეს ეს რეჟიმი, ჩვენ უნდა ვაგრძნობინოთ საზოგადოებას, რომ ჯერა ჩვენი პოზიციის, სათავად თავი გავწიროთ ამ პოზიციისათვის და გვაქვს ძალიან მყარი პოზიცია, ან სიკვდილი, ან გამარჯვება. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება რეჟიმის მიმართ. ამიტომ მე დღეიდან ვარ ელენესთან ერთად, არავის არ მოუწოდებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროტესტი გახდება ძალიან ბევრისთვის მიზიდულობის ცენტრი, იმიტომ რომ სხვანაირად ამ რეჟიმთან ურთიერთობა არ შეიძლება, არანაირი თანამშრომლობა იმ ადამიანებთან, რომლებმაც დაიწყეს რუსული პოლიტიკური შეკვეთის შესრულება და შექმნეს უსამართლო უკანონო დასჯითი სისტემა, აპარატი სასამართლოებზე პირდაპირ შეკვეთის გაცემის რეჟიმი, რომ არასასურველი ადამიანები დაიჭირონ. ახლა ამ ვითარებაში მე გამომრიცხავ, რომ რაიმე ფორმით ამ რეჟიმთან თანამშრომლობა იყო შესაძლებელი. ელენე ხოშტარიამ შიმშილობა 27 ივნისს დაიწყო. მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დააპატიმრეს. ხოშტარია ამბობს, რომ ხელისუფლებასთან არანაირ ურთიერთობას ან მოლაპარაკებას არ აქვს. ეს ფორმა არ არის ან ემოციური, ან გაუაზრებელი. ეს არის გამარჯვებაზე ორიენტირებული ბრძოლა. მე რუსთაველზე ვიწყებ შიმშილობას. აქ არ მოვიცვლი აქედან ფეხს. ეს შიმშილობა არ არის თავგანწირული, უბრალოდ რაღაცა სასოწარკვეთილი ნაბიჯი. ეს არის ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება, რომ თუ თქვენ ვერ ხედავთ სიცოცხლის ფასს, თუ თქვენ ვერ ხედავთ თავისუფლების ფასს, თუ თქვენთვის გიორგი ახობაძის დედის სიკვდილი, ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალება არაფერს არ ნიშნავს, აგერ არის ჩემი სიცოცხლეც, ჩემი თავისუფლებაც და მაინც ვერ მოგვერევით. ეს არის ჩემი განაცხადი ქართული ოცნებისთვის. მეორე განაცხადი არის ხალხისთვის. რევოლუცია და გარეთ ქუჩაში ამათი დამხობარი ერთადერთი გზა. ამიტომ მე ვერავის ვერ ვასწავლი ჭკუას, როდის გამოვიდეს ქუჩაში. მე ვერავის ვერ მოვუწოდებ, რომ ან იშიმშილოს, ან ციხეში ჩაჯდეს, ან როდის გამოვიდეს. მე მხოლოდ ჩემი მაგალითით შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ მზად, რომ თავი შევწირო ამ რეჟიმს.